შენს მშობლებს რომ გაუგზავნო ეს ფოტოები რას იზამ? ხო იცი, რასაც გიზამე. ვიცი სად სწავლობ. გირჩევნია არავის უთხრა. კიდევ ერთ სურათს თუ არ გამომიგზავნე, ის რაც უკვე მაქვს ყველას გავავრცელებ. ბიჭო, მაგ ფულს თუ არ დამირიცხავ, შენ page-ს აღარასდროს დაიბრუნებ. ციფრულმა სამყარომ კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების და გართობის ახალი შესაძლებლობები შექმნა. თუმცა ამავე დროს მან ძალადობის ახალი, ბევრისთვის უხილავი და სახიფათო ფორმებიც გააჩინა. შეურაცხმყოფელი კომენტარები, სექსუალური შევიწროება, პირადი მონაცემების ბოროტად გამოყენება, კიბერბულინგი, მუქარა და შანტაჟი ეს უბრალოდ შეტყობინებები არ არის. ეს ძალადობაა. ქალთა ფონდის ოხუმის 10 მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეებთან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეოთხე მოსწავლე ონლაინ ძალადობის მსხვერპლია. მიუხედავად იმისა, რომ გოგონებისთვის და ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი თითქმის თანაბარია, ძალადობის ფორმა და მისი ზეგავლენა განსხვავდება. კვლევის მიხედვით, მოზარდები, განსაკუთრებით გოგონები ონლაინ ძალადობას ყველაზე ხშირად TikTok-სა და Facebook-ზე აწყდებიან, ხოლო ბიჭები ონლაინ თამაშებში. ონლაინ ძალადობა მოსწავლეებისთვის საერთო გამოწვევაა, მაგრამ მისი ფორმები განსხვავებულად ვრცელდება გოგოებსა და ბიჭებზე. ონლაინ ძალადობის ზოგიერთი ფორმა უფრო მეტად მიმართულია გოგონებზე, ზოგი ბიჭებზე. გოგონებზე უფრო ხშირად მიემართება სექსუალური შევიწროება, გარეგნობაზე დამცინავი კომენტარები და ჭორების გავრცელება, ხოლო ბიჭები უფრო ხშირად ხდებიან ჰაკერული თავდასხმების, ანგარიშების გატეხვისა და ფულის გამოწვევის სამიზნეები. თუ ონლაინ ძალადობის მსხვერპლი ხარ, არ გაჩვენდა. დახმარება არსებობს. მიმართე მათ, ვინც შეძლებს შენს დაცვას და მხარდაჭერას.